მოგესალმებით ეთერშია STASO TV-ის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგეცნობთ. 10 დეკემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტი მე ოჯახის სახელმწიფოს პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვა პროექტის ავტორი პროფესორი თამარ ჩიბურდანიძე. პროექტი მე ოჯახის სახელმწიფო ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს, საგრეტო კონკურსის, ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომ ასეთ მარტივ პროვოკაციებს ავყვეთ და იმაზე დავიწყოთ სპეკულირება ერთიან სივრცეში, რატომ ისხდნენ ირაკლი ყობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ყაველაშვილის განცხადებით ირაკლი ყობახიძე თურქმენეთში ფორუმზე ღირსეულად იყო წარმოდგენილი. გამოვფხიზლდეთ, სხვა რეალობა არის. ჩვენი გზავნილი ყველასთვის ნათელია. ამაზე ვიყოთ პრინციპულები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობაც და მომავალიც. განაცხადა ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მიმდინარე მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს ესწრებოდა, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის თავს ეძღვნება და რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ იქნება თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც დღეს ევროკავშირთან მიმართებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს სურს, რომ ევროპის ნაწილი იყოს და იმედოვნებს, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას ტრადიციულად შეეფერება. რაც შეეხება ევროკავშირს, ამას მუდმივად ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიზისი, მათ აქვთ სხვადასხვა გამოწვევა. აქაც ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესები იმედი გვაქვს, რომ ჰპოვებს განვითარებას ის, რასაც იმსახურებს ევროპა. რისთვისაც გვაქვს ჩვენის მოლოდინი, რომ ჩვენ აუცილებლად გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე. განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს. ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება. მისი თქმით, იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანოს. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული. პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი 1000-წლეულების განმავლობაში. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის Facebook გვერდზე ვრცელდება. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლოს ხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მომავალ კვირას 19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება. 16 და 17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება. რეგლამენტის მიხედვით საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო საკომიტეტო კვირაა. საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ 16-17 დეკემბერს რიგგარეშე სხდომები ჩატარდება. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს. ბელარუსიც კი უფრო დემოკრატიულად გამოიყურება ვიდრე საქართველო. ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის მიერ 123 პატიმრის გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა. მისი თქმით, საქართველოს მეტი პატიმარი ჰყავს და ასევე ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები. ჩვენ ყავს მეტი პატიმარი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული კანონები და არ ყავს პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ეფექტურ სანქციებს, რაც საშუალებას იძლევა ზეწოლისა და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების. წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება მზად მიიღოს, პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა განაცხადა, მისი ინფორმაციით ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება და ნავსადგური დაახლოებით 600,000 კონტეინერის მიღებას შეძლებს. რაც შეეხება პორტის განვითარების მეორე ფაზას, მინისტრის ინფორმაციით მისი დასრულება 2036 წლისთვისაა დაგეგმილი, რომლის დროსაც ანაკლიის ნავსადგურის გამტარუნარიანობა ფაქტობრივად გაორმაგდება და ის მილიონზე მეტი კონტეინერის მიღებასა და დამუშავებას შეძლებს. მისივე თქმით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე დასრულდება. განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯთა ეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 20-ულშია. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ხარჯთა ეფექტურობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ქვეყნის ხარჯების ეფექტურობას სახელმწიფო ხარჯების სოციალურ შედეგებთან შედარებით ორ ძირითად სფეროზე: ჯანდაცვა და განათლება. ინდიკატორი ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სავალუტო ფონდის თემატურ კვლევებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ნაციონალური მოძრაობა არის სამწუხარო წარსული და სამწუხარო წარსულს ვერავინ ვერასდროს დააბრუნებს აწმყოში. საჯარო მტკიცებულებები არსებობს, რომ ასეთი ტიპის პირდაპირ ფაშისტური პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნაციონალური მოძრაობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავად აიკრძალა თავი. ცნობისთვის, ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ოცნების მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს. ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე. წიწვოვანი ხემცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე იმპორტირება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვევებს, მაღალ მთაში კი მოთავს. სინოპტიკოსების პროგნოზით 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მათ შორის თბილისში. სანაპირო რაიონებში 16 დეკემბერს წვიმაა მოსალონელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 16 დეკემბერს ნალექია მოსალონელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 6-8 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროსკოპის შეკითხვაზე პასუხისა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმედი აქვს მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ ქართული რეჟიმის შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი. როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისში, სად ვართ ახლა მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით, აღნიშნა ბუდრისმა. კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშადა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელიში მიემგზავრებოდა და მას ანტიოკენის რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაყავდა. მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სასანქციო სიაში ჩრდილოვანი ფლოტის 40 ხომალდის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა, ეს კვირა მართლაც დაძაბული დიპლომატიური კვირაა, დღეს ბევრი დისკუსია გვაქვს. პირველ რიგში უკრაინასთან დაკავშირებით და ფინანსების თვალსაზრისით ეს შესვენების კვირაა. თემა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მივიღოთ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან დაკავშირებით. ყავს დამატებით 40 ხომალდი პლუს დამხმარე საშუალებები და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ რუსეთს ჩამოერთვას ამ ომის დაფინანსების საშუალებები. ჩვენ ასევე მივაღწიეთ 2 მილიონი ვაზნის ინიციატივის მიზანს, ეს აუცილებელია უკრაინისთვის თავის დასაცავად, აღნიშნა კალასმა.
ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რაინერთან დაახლოებულმა წყარომ NBC News განუცხადა, რომ რეჟისორი და მისი მეუღლე მიშელ სინგერ რაინერი სავარაუდოდ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამომძიებლები ოჯახის წევრის დაკითხვას ახორციელებენ. ამასთან ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის კაპიტანმა მაიკ ბლენდმა განაცხადა, რომ ისინი აშკარა მკვლელობის ფაქტს იძლევენ. რობ რაინერი ცნობილი ფილმების რეჟისორია, მათ შორის ფილმების პატარძალი პრინცესა, როდესაც ჰარი შეხვდა სალის, რამდენიმე კარგი კაცი. ასევე მას როგორც მსახიობს მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმებში უძინდარნი სიეტლში და უილ სტრიტის მგელი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.